ამ წუთებში ადვოკატი მიხეილ სააკაშვილთან ციხეშია შესული. მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველებს გუშინ დილს შემდეგ ახლა მიეცათ მისი ნახვის საშუალება. სააკაშვილი გუშინ დღის ბოლოს გადაიყვანეს კლინიკა ვივამედიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში. სამუშაო დღის დასრულების გამო კი სააკაშვილის ადვოკატებმა ციხეში მისი მონახულება ვერ შეძლეს. მესამე პრეზიდენტის გადაყვანა მოულოდნელად მოხდა, როგორც ირკვევა, ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ არც მისი ოჯახის წევრებს და არც ადვოკატებს. ნატალი ჯახუტაშვილი მუშაობს რუსთავის მე-12 ციხესთან. ნატალი, ხომ არ გამოსულა უკვე ადვოკატი, რა თქვა მან შესვლამდე და რა განცხადებები გაკეთდა სააკაშვილის თანაპარტიელების მხრიდან? ჯერჯერობით არ გამოსულა უფლებადამცველი ამ წუთებში იმყოფება მიხეილ სააკაშვილთან საკანში დაახლოებით 1 საათის წინ შევიდა უფლებადამცველი პენიტენციურ დაწესებულებაში. უფლებადამცველი არის მიხეილ სააკაშვილის პირველი სტუმარი რუსთავის მე-12 ციხეში. მას შემდეგ რაც ყოფილი პრეზიდენტის ტრანსფერი მოხდა კლინიკა ვივამედიდან, ის აცხადებს, რომ ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმაც პოსტფაქტუმ გაიგეს იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს და დააბრუნეს ციხეში და უფრო მეტ დეტალზე ისაუბრებს მას შემდგომ, რაც დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას. პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიციაზე გადმოყვანასთან დაკავშირებით არ ვარ ინფორმირებული. პირველი შეხვედრა იქნება გადმოყვანის შემდეგ. სრულიად მოულოდნელი იყო გადმოყვანა, არ ვიყავით არავინ ინფორმირებული, ყოველ შემთხვევაში მე არ ვიყავი ინფორმირებული და გუშინ ვიყავი მასთან ვიზიტზე, დღის განმავლობაში მოვინახულე, ისიც არ იყო ინფორმირებული. მეტი ინფორმაცია არ მაქვს, როცა მოვინახულეთ, მე როგორ შემეძლება. სააკაშვილის ციხეში დაბრუნებასთან დაკავშირებით სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება არის დიქტატურისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. აცხადებენ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ და რა თქმა უნდა უსამართლოდ მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ კლინიკიდან გადმოიყვანეს ციხეში ყოფილი პრეზიდენტი. ქვეყანაში დიქტატურის კონსოლიდაციის ნაწილია რეჟიმის გუშინდელი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას აქვს ორი საფუძველი. ერთი, ეს არის ის, რომ 13 წლის თავზე ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებიდან ივანიშვილის მთავარი მეტოქე და პოლიტიკური მტერი, ისევე როგორც პერსონალური მტერი, დღესაც სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ეს არის ივანიშვილის სასოწარკვეთილი მცდელობა მიიქციოს დასავლეთის და კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღება. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ ის კიდევ დარჩენილი იყო საავადმყოფოში და მმართველ პარტიაში. ფიქრობენ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ძალიან სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო. მე მგონია, რომ ეს აბსოლუტურად ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილებაა. ყოველ შემთხვევაში ამასთან დაკავშირებით საპირისპირო არგუმენტსაც ვერავინ შეძლებს შეთქვას, რატომ არ უნდა მომხდარიყო, ასე ვთქვათ, ამ გადაწყვეტილების მიღება და მისი აღსრულება. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილებაა. ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და აქვს სასჯელი მოსახდელი, დიახ, რა თქმა უნდა, ის უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ესწრება ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში. ამიტომ მე არ მესმის მცდელობებისა, რომ ვინმე რამე ამისგან ან უარყოფითი ნახოს, ან რაღაც გაუგებრობა ნახოს. კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა მის საშუალებას, რომ მან უკვე პატიმრობაში მოიხადოს სასჯელი საპატიმრო დაწესებულებაში, რაც რა თქმა უნდა ნორმალურია, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, როცა მას ჭირდებოდა ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ჭირდებოდა სამედიცინო მომსახურება, ან მიიღო ეს მომსახურება, იცით, რომ დემენცია დაამარცხა ექიმის და წამალის გარეშე მიხეილ სააკაშვილმა და ახლა გააგრძელებს სასჯელის მომთეს, ისე როგორც მანამდეც უნდა მოეხადა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში 2022 წლის მაისში შეიყვანეს. ის დაახლოებით 3 წლის განმავლობაში მკურნალობდა საავადმყოფოში და გუშინ საღამოს 8 საათზე დაახლოებით პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს აბრუნებდნენ ციხეში, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო უკვე დამაკმაყოფილებელი. ჩვენ ველოდებით ასევე აქ მეორე ადვოკატის მოსვლასაც და უკვე უფრო მეტი დეტალი ამ ყველაფერზე გვეცოდინება მას შემდეგ, რაც უფლებადამცველები მოგვაწვდიან ინფორმაციას.